დაკვალ საქართველოს წვევამდელებმა ახალქალაქში ზაზაფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო ფიცი დადეს. ცენტრის მეთაურმა პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ახალწეულებს ფიცის დადება მიულოცა. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც ესწრებოდნენ. ფიცის დადებამდე კი წვევამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს, სადაც სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ. დღეიდან რეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან. დღეს დავდეთ სამხედრო ფიცი და ეს დღე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება და დარჩება მთელი ცხოვრება ჩემს გონებაში. ეს დღე ჯარისკაცის ცხოვრებაში ერთხელ ხდება, ერთხელ დებს ჯარისკაცი ფიცს და ამ დღესთვის ყველანაირად ასე რომ ვთქვათ მოტივირებული და ყურადღებიანად ვიყავით განწყობილები. ძალიან ამაყილა რომ დღეს ჩემი შვილი ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცია და დავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას სრულყოფილად აღიქვავს, იაზრებს და აი დღევანდელი დღე სწორედ იმის მაგალითი იყო, რომ ძალიან აქტიურად, ძალიან პასუხისმგებლობით ჩაერთო ამ საქმეში. დღევანდელი დღე იყო კურსის კულმინაცია, სადაც სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს სამხედრო ფიცი, მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები, შემდეგ ისინი გადანაწილდებიან ავიაციის, ლოჯისტიკის და განათლების სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფებში და გააგრძელებენ მსახურს.